ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1929 წლის 4 თებერვალია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალვარეს დელ ვაიო გუშინ დილით ეწვია პერპინიანს. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რესპუბლიკის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ რესპუბლიკის მთავრობა გადაჭრით ძლებს სიძნელეებს და მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაგრძოს ბრძოლა. ესპანელი ხალხი გადაჭრით ეწინააღმდეგება ინტერვენტებს და ფაშისტ სამშობლოს მოღალატეებს. სტალინისის რაიონში შემოყვანილია სიმენდალის ჯიშის მეორე და მესამე გენერაციის 48 ბუღა. მათი ჩამოყვანა 58,000 მანეთი დაჯდა, აქედან 28,800 მანეთი სახელმწიფომ კრედიტის სახით გამოუყო კოლმეურნეობებს. თითოეულ კოლმეურნეობაზე გადანაწილდა თითო ბუღა. სიმენდალის ჯიშის ბუღების პირველი გენერაცია რაიონში შარშან იქნა ჩამოყვანილი. მთელ ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებისთვის და კოლმეურნეები მას კმაყოფილებით შეხვდნენ. გორის რაიონის ყელქცეულის კოლმეურნეობას დიდ ზიანს აყენებენ იქ მოკალათებული კომბინატორები. კოლმეურნეობის 4 მანქანის მომვლელი არავინ არ არის. 4 წელსაოს მანქანას ჟანგი ჭამს. 25 გუთიდან 8 გუთანიღა დარჩა, ხოლო კოლმეურნეობის ყოფილმა მოანგარიშეებმა მიითვისეს 17,000 მანეთი. მართალია ისინი პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ კოლმეურნეობის თავმჯდომარე და სარევიზიო კომისია რომ ადგილზე ყოფილიყვნენ, ეს არ მოხდებოდა. საკოლმეურნეო ქონება წმინდათა წმინდაა და მისი გამნიავებელი ბოროტმოქმედების ხელშემწყობნი უნდა დაისაჯონ. სიტყვა გორის რაიონის პროკურორს ეკუთვნის. სოიუზ-სნაპ ფილმის ცნობით მიხეილ ჭიაურელის ფილმი „დიადი განთიადი“ გავრცელებულია 600 ეგზემპლარის რაოდენობით. ფილმი განაგრძობს თავის ტრიუმფალურ სვლას მთელ ჩვენ დიად ქვეყანაში. იმიერ პოლარეთიდან შორეულ აღმოსავლეთამდე მას 10,000-ობით მაურებელი უყურებს. აშხაბადიდან იუწყებიან, რომ დაიწყო „დიადი განთიადის“ თურქმენული ვარიანტის მომზადება. დუბლიაჟში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან თურქმენეთის სტალინის სახელობის თეატრის საუკეთესო მსახიობები. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ფარული კენჭისყრით აკადემიის ნამდვილ წევრად სხვებთან ერთად აირჩიეს ნიკოლოზ ივანეს ზემუსხელიშვილი. პროფესორი ნიკოლოზ ივანეს ზემუსხელიშვილი საქართველოში ცნობილია მათემატიკოსების, მექანიკოსების, ინჟინრების ფართო წრეებში. ის არის ტრეკადობის თეორიის საბჭოთა სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელი. საბჭოთა მშრომელებმა ღირსეულად შეაფასეს დიდი საბჭოთა მეცნიერის ღვაწლი და იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. გადმოიცემოდა 1929 წლის 4 თებერვლის უკანასკნელი ცნობები.